კანის დამწრობა, მხედველობის გაუარესება, სუნთქვის უკმარისობა, ნევროლოგიური და ალერგიული დარღვევები. სწორედ ეს სიმპტომები აღინიშნებათ იმ მოქალაქეებს, რომელთა უფლებების დასაცავად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალ წარმოებას იწყებს. საიეში ამბობენ, რომ 5 დღიანი გამოძიება, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ სუსმა ჩაატარა, ელემენტარულ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების კონვენციურ სტანდარტს, რადგან ერთი და იგივე ორგანო პარალელურად იძიებს როგორც შესაძლო უფლებადარღვევას, სპეციალური საშუალებების უკანონო არაპროპორციულ გამოყენებას, ისე თავადვე აყენებს ამ უფლებადარღვევის არსებობას ეჭვის ქვეშ. ასეთ კონფიგურაციაში გამოძიება ძირს უთხრის როგორც ინსტიტუციურ, იერარქიულ, ისე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ეტაპზე სულ 7 მოქალაქის ინტერესებს იცავს, რომლებმაც დაზიანებები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში წყლის ჭალში შერეული ამდრომდე უცნობი ნივთიერების გამოყენების შედეგად მიიღეს. გარდა იმისა, რომ საია ქიმიური ნივთიერების გამოყენების სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს, ასევე მოუწოდებს გამოძიებას, რომ ეს მოქალაქეები დაზარალებულებად აღიარონ. მოთხოვნილი გვაქვს, რომ ჩატარდეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება და პირველ რიგში ეს ადამიანები გამოიკითხონ, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი. ამას არ ჭირდება არანაირი დიდი და ამ ადამიანების საიდენტიფიკაციო მონაცემები განცხადებაში მითითებულია, მიეწოდებათ და დაუყოვნებელი უნდა დაიწყოს ეს საგამოძიებო მოქმედება. ქართულ ოცნებაში გამოძიებას დახურულად აცხადებენ. BBC-ის სკანდალურ გამოძიებას კი პროპაგანდისტულ ფილმად მოიხსენიებენ. მანიპულაციურია მათ რიტორიკაში კიდევ ერთი ნიუანსი. ოცნება ნიშნის მოგებით აქცენტირებს კამიძე. ამბობენ, რომ საიას არჩელში ეს ქიმიური ნივთიერება აღარ ფიგურირებს. შესაბამისად დასკვნიან, რომ BBC-ის ფილმით სიცრუეა. არადა საგამოძიებო ფილმში ექსპერტები დაზარალებულთა სიმპტომების საფუძველზე კამიც მხოლოდ სავარაუდო ნივთიერება დასახელებდნენ. BBC-ში გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე სამარცხვინო ტყუილი. აქედან გამომდინარე მათ უკვე მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად არ ხვდებით კონკრეტულ სარჩელშიც არავითარ ასე ვთქვათ მინიშნებას კამითთან დაკავშირებით. ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა ტელეკომპანია BBC-მ, რომელიც თავის დროზე გამოირჩეოდა მაღალი რეპუტაციით. არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სუს ამ დრომდე არ დაუსახელებია, რა ნივთიერებები გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებსაც დღემდე ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. დინარაძის უწყებამ აქცენტი გააკეთა მხოლოდ 4-5 დეკემბერზე და გამოძიების ფარგლებში დაასახელა 2 ნივთიერება, რომელთა წყალში შერევითაც დაშალეს ამ დღეებში აქციის მონაწილეები. სამაგეროდ ამ დრომდე არ ამხელენ დოზებს და ასევე არაფერს ამბობენ წინა დღეებში გამოყენებული ნივთიერებების შესახებ. რა ნივთიერება იყო გამოყენებული, თუ შეგიძლიათ თქვენ გითხრათ? გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გააჟღერა, რაც იყო გამოყენებული. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც არსებობს. რომელ ქვეყნებში არსებობს პრაქტიკა, რომ წყლის ჭალს უნდა შეერიოს რამდენი გაზი და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება ჩვენან ნივთიერებების გაგვაჩინა, მსგავსი ნივთიერების გამოყენება. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და საზოგადოება მიცოდეს. ტრიქლორეთილენისაც მათ შორის. არანაირი ნივთიერება, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის იყო საშიში, მსგავსი. მაშინ რატომ დაზიანდნენ ადამიანები? ბატონ გეგა, რა შეჭრით ამ ადამიანებს? პროპორციით იყო გამოყენებული ის საშუალებები, რა ტიპის თავდასხმებიც არსებობდა პოლიციაზე და სახელმწიფო უწყებებზე. როდესაც სახეზე არის მოლოტოვის კოქტეილებით. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია. ბატონ ალექსანდრე, მე ამას კი არ გეუბნები. მე გეუბნები, თქვენ რა გამოიყენებთ თქო და არ პასუხობთ ახლა თქვენ ამას. პროპორციულად გამოვიყენოთ წყლის ჭავლით, ცემსადენი გაზი. რა პროპორციით? მანახეთ დოკუმენტი, შეიძლება რომ ის გვანახო შინაგან საქმეთა სამინისტრო. შემთხვევაში კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე. ქართულ ოცნებას აქამდე არ გაუსაჯაროებია ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხი, რომელიც მათი საჩივრის განხილვის შემდეგ გამოუგზავნეს. ფორმულას კი BBC-ში უთხრეს, რომ საგამოძიებო ფილმს ბოლომდე დაიცავენ და არც ინტერნეტ სივრციდან მოხსნიან. ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია კი პროკურატურის პასუხს დაელოდება, რის შემდეგაც სიმართლის დასადგენად ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას აპირებენ, მათ შორისაა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოც.